ესე დაემტვრია სუმკაში ჩეო ეს ბავშვი და დამარხა. ნახე მე თვითონ ჩემი თვალიდან ნახე ბიჭი თხრიდა. აი ეგ ამაეთხარა. აი ეგ. შეხედეთ ეკრანს. ეს ძიუდოში ევროპის 4 გზის ჩემპიონი თამაზ ნამგალაურია. სპორტული სამყარო ამ ადამიანის სახელსა და გვარს თითქმის აღარ ახსენებს. 1988 წელს მას დახვრეტა მიუსაჯეს. მე ახლა 31 წლის ვარ. 15 წლის შემდეგ თუ გამოვალ ციხიდან, სად არის გარანტია რომ იგივეს არ ჩავიდენ? ამიტომ გთხოვთ გამოიყენოთ ჩემს მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა. ეს სასამართლო პროცესზე მისი ბოლო სიტყვები იყო. რა მოხდა? რატომ მიუსაჯეს ყველასათვის საამაყო ჩემპიონს დახვრეტა? 12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა ავსულიყავი. სახლიდან გამოვედი, რამდენიმე კათხალუდი დავლიე. მერე ტაქსი დავიქირავე და დუშეთში მარტო წავედი. არ ვიცი რატომ. ეზოში რომ შევედი, ჩემი ბიძაშვილი დავინახე. დაუძახე, ბოსტნის გაწმენდაში მომეხმარე მეთქი. ისიც გადმოვიდა და დამეხმარა. არაყი დავლიეთ. მე უთხარი, წადი შენი და გადმოიყვანე. ახლა ჩემები ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ მეთქი. წავიდა და თავისი პატარა და ამოიყვანა. მერე ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების დასახვედრად. ის რომ წავიდა, გოგონა ოთახში შევიყვანე. კარი ჩავკეტე, ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავაძვინე. რომ არ ეყვირა ყელში ხელი წაუჭირე. მეორე ხელი პირზე დავაფარე და გავგუდე. მერე გავხადე და გავაუპატიურე. ამასობაში ჩემი ბიძაშვილი დაბრუნდა, დასეძებდა. მე გოგონა საწოლებს შორის დავმალე. ბიჭი ოთახში შემოვახედე და უთხარი, აქ არ არის მეთქი. ისიც წავიდა. გოგონა მკვდარი არ მეგონა და ყელში თოგი წაუჭირე. მერე ჩანთა გამოვიტანე, გოგონა შიგ ჩავტენე. იქვე ჩავყარე მისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, შარტით და სისხლით მოსრული ზეწარი და ბალიშის პირი. ჩანთა ბოსტანში გავიტანე და იქ ჩავმარხე. მიწას რო ვაყრიდი, დედამისმა დამიძახა, გოგონა ხომ არ გინახავსო. მე უთხარი, იქით გარბოდა მეთქი. მერე თბილისში დავბრუნდი. უკვე საღამო იყო. ვისადილე, ტელევიზორს უყურე. ვიბანავე. თან ჩემი დასრული საცვალი გავრეცხე და დავიწინე. მეორე დილით დამაპატიმრეს. გოგონას მოკლა არ მინდოდა. თეიმურაზ ქორიძე ჩემი კოლეგაა. იმ წლებში ის გაზეთ თბილისში მუშაობდა და თამაზ ნამგალაურის საქმეს აშუქებდა. ბატონ თეიმურაზ, თქვენ აშუქებდით ამ საქმეს, აშუქებდით პროცესს. ეს მაშინ იყო ძალიან დიდი შოკი, იმიტომ რომ სოფლიოს 4 გზის ჩემპიონი იყო თამაზ ნამგალაური. და მთელი ქვეყანა იყო გაოგნებული. 4 გზის სოფლიო ჩემპიონი იყო, ევროპის ჩემპიონი იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო და საერთოდ ძალიან ცნობილი ადამიანი იყო. და ეს არ იყო მისი პირველი დანაშაული. ეს არ იყო მისი პირველი დანაშაული. დანაშაული ქონდა ჩადენილი, დანაშაულის ჩადენის მცდელობაც ქონდა ის, რაც გამოძიებით ცნობილი გახდა მერე, მაგრამ ყველაფერი ეს მიაჩუმათეს ალბათ მისი ავტორიტეტის გამო. ის იყო დინამოს წევრი, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. როგორ მოხდა ეს საქმე თქვენს ხელში? ახლა ეს სპონტანურად არ ხდება ხოლმე. მე წინასწარ შევისწავლე ეს საქმე, იქ რამდენიმე ტომის საქმე იყო და ამის შემდეგ ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს და ამის შემდეგ დავწერე და იცით რა, ის რაღაცა უცნაური ადამიანი იყო. ახლა მან თქვა მაგალითად ერთ დრო ჩემი მეუღლე არ მოვიდეს სასამართლო სტომებზე, ესეთი გული საფაჩუღებელი სიტუაცია კი არის, მაგრამ აი სასამართლომ ჩათვალა საჭირო და მოიყვანეს ეს მისი მეუღლე და ეს რო დაინახა, იცით ეს დაახლოებით ჩემი აღრაგობის ადამიანი იყო, სუბუქცონის უჭირავე და ირგვლივ ედგა ორი მონსტრი დაცვა და აი ორივე ეს მოკიდე ხელი და დაანარცხა მიწაზე და ვერ დააკავეს. რო ხმე ხო გითხარით, ხო არ უნდოდა რომ ისი მეუღლეს ცოდნოდა. დანაშაული მალევე აღიარა ბატონ თეიმურაზ. არც ქონია მცდელობა რომ დაემალა. იცით, ყველაფერი ისეთი ძალიან ცხადი იყო, მაგრამ თვითონაც აი ესე თუ შეიძლება ამაზე ესე კაცურად ყველაფერი თქვა. მისი ადვოკატი დამცველი მოვიდა შუამდგომლობით, რომ იქნებ დანაშაული შეიძლება იყო 10 და 15 წელი. რა არგუმენტი ქონდა დაცვას?
ბატონო, არა, არგუმენტი არა, რომ თქვა დამსახურება ერის და სამშობლოს წინაშე და რომ აი ეს კი ბატონო, სასჯელის შეფსუბუქებაზე იყო ლაბარაკი, იქ იყო სასჯელი ითვალისწინებდა 10-დან 15 წლამდე. და მართალია რომ დახვრეტა თვითონ მოითხოვა? დიახ, მე ვესწრებოდი იმას და როცა შუამდგომლობა დადგა, მაშინ თქვა რომ მე ვარ ახლა 31 წლის, რომ გამოვალ ციხიდან ვიქნები 46-ის და თქვენ რა გარანტია გაქვთ რომ იგივეს არ ჩავიდერო და არ ვეთანხმები ჩემი ადვოკატის მოთხოვნას. მე მინდა გთხოვოთ საქმეს მივყვეთ თავიდან. ანუ მაყურებელმა იცის რომ ეს გოგონა სხერპლი. დიახ. რომელიც გააუპატიურეს, შემდეგ ხერხემალში გადატეხილი ჩადეს ჩანთაში და ისე დაკრძალეს, იყო თამაზ ნამგალაურის მეზობელი და ნათესავი. ბიძაშვილი. აგისი მამის მამა და მამაჩემის მამა ალალი ძმები იყვნენ. და ასეთი სისასტიკე რატო გააკეთა? არ ვიცი, ხება. ხეციო მაგას არ გააკეთებს, ნორმალური არ იყო, ავანტყოფი იყო და